მოგესალმებით ბატონო, ახალი ვირუსი, ჰანტავირუსი, რა ვირუსია, რამდენად რისკოა, შეფასებულია როგორც მომაკვდინებელი ვირუსი, ჩვენთან რა საფრთხეები არსებობს, მოკლედ ველოდებით ყველა ინფორმაციას თქვენგან. პირველ რიგში რა თქმა უნდა, იმ შემთხვევების შესახებ, რამაც გამოიწვია დაინტერესება ამ ვირუსთან დაკავშირებით, 2026 წლის 2 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთ საკრუიზო ლაინერზე დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა და ამ შემთხვევების ანალიზისას დადასტურდა ამ გარდაცვალების 3 შემთხვევიდან 2-ში დადასტურდა ჰანტავირუსი. ამ ლაინერზე 157 გზავრი იმყოფება, როგორც აღნიშნეთ, ამ 157 გზავრიდან 3 გარდაიცვალა და დარჩენილი გზავრებიდან 5-თან ფიქსირდება საეჭვო შემთხვევა და 2 ასევე იმყოფება აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ. ეს შემთხვევები, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა გარდაცვალების 11 აპრილს. ეს გემი გამოვიდა არგენტინიდან 1 აპრილს და როგორც შემდეგ გაირკვა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან სწორედ არგენტინაში ფიქსირდება ჰანტავირუსის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც აქვს უნარი ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის. როგორც წესი, ჰანტავირუსი მიეკუთვნება ძალიან მძიმე გართულებებით მიმდინარე ვირუსების კატეგორიას, თუმცა ძირითადი შემთხვევები გადაეცემა მღრღნელებიდან ადამიანს. ეს არის ვირთაგვა, ეს არის თაგვი, ზაზუნა და ასე შემდეგ. გადაეცემის გზა არის ძირითადად აეროზოლით, როდესაც მღრღნელების გამონაყოფი, ეს იქნება ნერწყვი, ეს იქნება განავალი, ეს იქნება შარდი, აორთქლდება და ადამიანი შეისუნთქავს ამას. შესაძლებელია გადაეცეს ასევე თუ განავალი ან შარდი მოხდება რომელიმე პროდუქტზე და ადამიანი ამას შეჭამს, ან კონტაქტური გზით თუ კანი არის დაზიანებული და აქ მოხდება მღრღნელების რომელიმე ბიოლოგიური სითხე. 1 აპრილს გამოვიდა არგენტინიდან და 11 აპრილის, ანუ გამოსვლიდან 11 დღის შემდეგ დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა გემზე და 24 აპრილს დაფიქსირდა მეორე შემთხვევა გარდაცვალების, ოღონდ მეორე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სამათყობოში, სადაც გადაიყვანეს პირველი გარდაცვლილი გზავრის მეუღლე, რომლის მდგომარეობა დამძიმდა, გადაყვანილი იქნა წმინდა ელენეს კუნძულიდან იოჰანესბურგში, მაგრამ ექიმებმა გადარჩენა ვერ მოახერხეს და აი შემდეგი ბოლო გარდაცვალების მესამე შემთხვევა ასევე გემზე დაფიქსირდა 2 მაისს და სწორედ 2 მაისს მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეტყობინება აი ამ აფეთქების შესახებ. აი თვითონ ვირუსზე რო ვისაუბროთ, აი გემზე თვითონ ვირუსი არის ის სახეობა, რომელიც როგორც აღვნიშნე, 2 განსხვავებულია. ერთს ეძახიან ძველი მსოფლიოს, ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმლების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას, ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და არის მეორე სახეობა ამ ვირუსის, ეგრეთ წოდებული ახალი სამყაროს ვირუსი, რომელმაც ძირითადად ფილტვების დაზიანება. აი სწორედ ფილტვების დაზიანებით მიმდინარეობდა ეს შემთხვევები. ყველა როგორც გარდაცვლილთან, ისე ეხლა ინფიცირებულ პაციენტთან დაავადება დაიწყო როგორც გრიპის სიმპტომატიკა, ყელისტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ვითარდება სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის წვავი უკმარისობა, ამას შემდეგ დაერთვება გულსიზაღთა სისტემის უკმარისობაც და ძალიან მაღალი პროცენტით, სხვადასხვა მონაცემებით 30-დან 60%-მდე ვითარდება გარდაცვალების შემთხვევა. ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. გაცილებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი დაავადების თირკმლის მიმდინარე ფორმის დროს, იქ მაქსიმუმ 30%-ია ლიტერატურული მონაცემით, მაგრამ ყველაზე მძიმე გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის სწორედ ეს ფილტვის ფორმით მიმდინარე ვირუსი. თუმცა თუ გავრცელებას განვიხილავთ, მსოფლიოში ყოველწლიურად 100,000-მდე შემთხვევა ფიქსირდება თირკმლის ფორმის და სულ რამდენიმე ასეული ფიქსირდება ფილტვის ფორმის. გაცილებით უფრო იშვიათია საბედნიეროდ უფრო მძიმე მიმდინარეობის ჰანტავირუსული ინფექცია.
ფილტვის დაზიანებით მიმდინარე. ამ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ეფექტური არ არსებობს, არც რა თქმა უნდა ვაქცინაცია არ არსებობს. ეს ვირუსი დიდი ხანი არის ცნობილი და პირველად მისი იდენტიფიცირება 1975 წელს მოხდა და სწორედ ეს ჰანტა ვირუსი მისი სახელით აქედან წარმოიშვა, პირველად დაფიქსირდა კორეაში ჰანტანის მდინარის პირას მიმდებარე კონტინგენტში გაერთიანებული ერების სამხედრო კონტინგენტში და აქედან მოდის აი ჰანტა ვირუსი ამ დაავადების დასახელება. ვირუსის გამომწვევი გადამდები არის მღრღნელები. ხოლო ძირითადი გზა არის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა. სად ვრცელდება, სად ფიქსირდება და აი საქართველოსთან მიმართებაში თუ არსებობს რამე რისკი? ორი ძირითადი ფორმა არის, როგორც აღნიშნე და ამ ორი ძირითად ფორმას განსხვავებული გადაცემა აქვს. ის ფორმა, რომელიც ეხლა არის, უფრო მეტად ამერიკაშია გავრცელებული, ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც, თირკმლის დაზიანებით მიმდინარე, რომელიც თავიდან გახდა ამ დაავადების აღმოჩენისა და ვირუსის აღმოჩენის წყარო, ძირითადად აზიაშია გავრცელებული. აქედან გამომდინარე, სწორედ განსხვავება ფორმების მიხედვით რეალურად არის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. რამდენად საქართველოში ეს ვირუსი აღმოჩენილი ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის ვირუსი, რომელიც შეიძლება თუნდაც აი როგორც აღნიშნეთ, აი ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდეს, ერთეულის შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამის ენდემურ კერას, აი ენდემური კერა არის ნამდვილად აი აზია და კერძოდ კორეა და მის გარშემო მდებარე ქვეყნები, ასევე ენდემური კერა არის გავრცელების მხრივ უფრო მეტად სამხრეთ ამერიკა. საქართველო არ მიეკუთვნება ენდემური კერების ჩამონათვალს, შესაბამისად ეს ვირუსი არა მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აფასებს ამ შემთხვევას როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომატებულ რისკს. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ვირუსი გახდეს გადამდები უფრო იოლად, ვიდრე ეხლა არის, არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს ძალიან დიდი ხანია ცნობილი და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა მეტნაკლებად დიდი აფეთქებისა და ლეტალობის ბევრი შემთხვევის. თვითონ გადაცემის გზა და მექანიზმი არის ძალიან განსხვავებული. ადამიანიდან ადამიანზეც გადაცემა ხდება მხოლოდ მჭიდრო და ახლო კონტაქტის დროს. ის ორი გარდაცვლილი მეუღლეები იყვნენ, 70 წლის მამაკაცი და 79 წლის ქალბატონი, რომლებიც ერთად იყვნენ, რა თქმა უნდა, კაიუტაში და შესაბამისად მჭიდრო კონტაქტი ერთმანეთთან ჰქონდათ. ჰაერწოთოვანი გზით რო გადაცემა შესაძლებელი ყოფილიყო საკრუიზო ლაინერზე 157 მგზავრში გაცილებით მეტი იქნებოდა ინფიცირებული. ექიმი არის ერთ-ერთი ინფიცირებული, რომელიც ბოლო მონაცემებით უკვე გადაყვანილია ჰოლანდიაში და იქ უტარდება მას მკურნალობა. ექიმსაც ახლო კონტაქტი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამ პაციენტებთან, ასე რომ თვითონ ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მით უმეტეს არავითარ შემთხვევაში პანდემიის სახე. ეს ვირუსი შეფასებულია როგორც მომაკვდინებელი ვირუსი. თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არსებობს არც ვაქცინა, არ არსებობს არც მედიკამენტი, როგორ ხდება მისი? სიმპტომური მკურნალობა, როდესაც ვითარდება თირკმლის დაზიანება, ძირითადი მკურნალობა არის თირკმლის ფუნქციის აღდგენის თვალსაზრისით, როდესაც ამ შემთხვევაში ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ფორმა იყო და სისხლჩაქცევებით ამ ვირუსს ახასიათებს ანემია, თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, შესაბამისად თრომბოციტების გადასხმა, სისხლის გადასხმა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა, ყველა არა, მე როგორც აღნიშნე, ახლა სხვადასხვა მონაცემით მაქსიმუმ 60%-ია დაფიქსირებული ზოგიერთ ლიტერატურულ წყაროში გარდაცვალების მაჩვენებელი, ასე რომ ეს ანიშნავს 100% იღუპება, შესაძლებელია მათი გადარჩენა და ინფიცირებული პაციენტის დაავადება შეიძლება შედარებით მსუბუქად და საშუალო სიმძიმითაც მიმდინარეობდეს, ასე რომ რა თქმა უნდა ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ საბედნიეროდ თვითის ფორმა ვირუსის, რომელიც ამდენ გარდაცვალების შემთხვევას იწვევს, ყველაზე ცოტა არის, ახლა მთელ მსოფლიოში 8 მილიარდ ადამიანში რამდენიმე ასეული შემთხვევის დაფიქსირება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ვირუსი არ შეიძლება იყოს საგანგაშო და არ წარმოადგენს ჯანმოშეფასებითაც და გადაცემის მექანიზმიდან გამომდინარე იოლი გასაგებია, რატომ რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს რაღაც სერიოზული ეპიდაფეთქებისთვის.